დღეს ექიმები მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად აუტანელ სიცხეზე საუბრობენ. ციფრული დაკვრის დროს არის რამოდენიმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მოცემულობა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. გაიგეთ აუცილებელი რჩევები, რომ ზაფხული პრობლემების გარეშე გაატაროთ. ჭარბი ულტრაისფერი გამოსხივება არის მაღალი რისკი. რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს? 37 გრადუსებს კი გვემართება პანიკა მშობლებს, როგორც წესი. და რატომ არის სათვალის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? ამ ყველაფერს დღეს ექიმებში გაიგეთ. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. ჩვენ გვყავს კიდევ ერთი თანაწამყვანი დღეს, ეს არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი კოლეგა და ქვეყნის მთავარი ექიმი, ჯანდაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. თხოვთ მიოცადეთ. გამარჯობა ბატონი დავით. სასიამოვნოა რომ ყოველ მოხვედრით ჩვენთან და ერთად ვესაუბრებით საზოგადოებას. ბატონ დავით, მართლა ძალიან გვიხარია რომ კიდევ ერთხელ გვაქვს საშუალება თქვენთან ერთად წავიყვანოთ გადაცემა. დიდი მადლობა. მაყურებელს ალბათ ახსოვს, ბოლოს ჩვენთან გადაცემაში ბრძანდებოდით, როდესაც ჩვენ საუბრობდით ჰიპოთერმიაზე, გადაციებაზე და მაშინ შევთანხმდით, რომ ჰიპერთერმიაზეც უნდა გვესაუბრო, ანუ მზის დაკვრაზე და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია მაყურებლისთვის და მე მგონი ამაზე მეტად აღარ დაცხება და დროა ზუსტად ეხლა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. მართალი ხარ დათო, მე მგონი დრო ზუსტად შევარჩიეთ, ძალიან აქტუალურია მზე, სიცხე და სითბური დაკვრისგან გამოწვეული პრობლემები, ასე რომ ჩვენ რჩევები დღეს ძალიან ყურადღებით უნდა მოისმინოთ. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტუალურია საქართველოში მზის და თერმული ზემოქმედებით მიყენებული დაზიანებები? რამდენად ეს თემა საერთოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის? ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, მიუხედავად კლიმატური ზონისა, იმიტომ რომ სითბური დაკვրա არ არის მხოლოდ გარემოს ტემპერატურა, ეს მრავალი ფაქტორით გამოწვეული მდგომარეობაა და მისი სწორად მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით, სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ, გავიგოთ, რამდენად არის შეწუხებული მზისგან ჩვენი მოსახლეობა. ბაქშალ ვცდილობ რომ მოვერიდო მზეს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი არის დამაბევი რაღაცისთვის. განსაკუთრებით კანის. მე ცუდად ხდები ხოლმე, იმიტომ რომ ცხვირი მაქვს. მოდეხილი და მიჭერს სუნთქვა. შემაწუხებული არის, მაგრამ როგორც ესე ჯანმრთელობის კუთხით და ჯანმრთელობის კუთხით არაფერი არ მომასწავლა. თვალები მტკივდება და საერთოდ არ ვდგავ ახსაზე. დიდხანს ვცდილობ რომ არ ვირკო. ერთხელ წამევიდა გული, დიდი ხანი მომეწია დგომამდე. ძალიან მტკივად ხოვე, ესე ვთქვათ, ანუ ზემონაწილებში ესე ვთქვათ და რა ვიცი. დისკომფორტი ახლა რა, ანუ საღამოობით, მაგალითად ძილის წინ ძალიან ცუდად გრძნობ თავს, ანუ წამალიც არ შევლის ხოლმე. კანზე ვგრძნობ ჭორფლი მაქვს. თვალები მიწითლდება პირველ რიგში და ნუ კანის დამწრობას ვიღებ ხანდახან. მზის დარტყმაც ემართება და ამაში გულისრევის ღებინება. მე უბრალოდ კანზე მექნება დისკომფორტი, იმიტომ რომ თეთრი ვარ ძალიან და მალე ვწითლდები და შესაბამისად მეწვის კანიდან მტკივა. ბატონ დავით, როგორც გავიგეთ, ხალხს აშკარად აწუხებს მაღალი ტემპერატურა და მისგან გამოწვეული პრობლემები. ზოგი თავის ტკივილს უჩივის, ზოგი სხვადასხვა ჩივილებს წარმოადგენს, მაგრამ უფრო ზუსტად რო აუხსნათ, რა ტემპერატურაზე ხდება ადამიანის ორგანიზმში სერიოზული ცვლილებები, საშიში პროცესები და რა არის მექანიზმი პრობლემების. სითბური დაკვρα შეიძლება მრავალ სხვადასხვა ზღვრიან ტემპერატურას დაეწყოს, მაგრამ კრიტიკული ზღვარი არის 41 გრადუსი, როდესაც სხეულის ტემპერატურა აღწევს 41 გრადუსს, ამის მერე ეწყება შეუქცევადი ცვლილებები, ცილის დაშლა, დენატურაცია, ასე რომ ამოცანა არის, რომ აქამდე არ უნდა მივიყვანოთ. მდგომარეობა 41 გრადუსი არის კრიტიკული წერტილი. ან ძირითადი პრობლემების საწყისი მაინც არის ის, რომ ცილების დაშლა ხდება ორგანიზმში და ასე ვთქვათ, გადაგვარება, ხო? სითბური დაკვրա მრავალფაქტორიანი კომპლექსი არის, რომელშიც ასე ვთქვათ, ბოლო აკორდი არის ცილის დენატურაცია. იქამდე მთელი პროცესები ვრცელდება, იწყება და უბრალოდ არ უნდა მივიყვანოთ ამ ცილის დენატურაციამ და მაშინ უკვე ჩარევა საზრე აღარ აქვს. ეს სიტყვები თქვენთვის ცოტა უცხო არ იყოს, რა არის ცილის დენატურაცია, ეს დაახლოებით იმას გავს, რომ აი ცხელს ტაფაზე ყველას გვინახავს, როგორ იწვება კვერცხი, რა ემართება ცილას კვერცხში. მოგეხსენებათ, რომ არის დიდი რაოდენობით ცილა, ცოტა
ვერ ვივარგე კულინარად, მაგრამ როგორც კი მას დავასხავთ ცხელ ტაფაზე, ამ ცილის, ასე ვთქვათ, სულილებები იწყება, ის იცვლის ფორმას, თეთრდება, იწყება მისი დაშლა და დაახლოებით იგივე პროცესი არის ადამიანის ორგანიზმში, როდესაც იწყება ცილის დენატურაცია, ასე ვთქვათ, ანუ ცილის სტრუქტურის ცვლილება, როდესაც მიმდინარეობს. აქამდე არ უნდა მივიდეთ. რა თქმა უნდა, აქამდე არ უნდა მივიდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ესეთი ფაქტი, როდესაც ადამიანები იშვიათად მიდიან ამ მდგომარეობამდე და რა შეიძლება დაემართოს და მოკლედ სიმპტომები როგორ შეიძლება გამოვლინდეს. სითბურის დაკვრის დროს არის რამოდენიმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მოცემულობა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. უმრავლეს შემთხვევაში სითბოს დაკვրա და წყლის ნაკლებობა ასოცირდება წყურვილის შეგრძნებასთან. მაშინ, როდესაც წყურვილის შეგრძნება პირველ სამეულშიც კი არ შედის სიმპტომების, არამედ იწყება სიმპტომები პირველი, რაც არის ეს გაძლიერებული ოფდენა, კომპენსატორული, რომ გაგრილდეს სხეული, შემდეგი ეს არის თავის ტკივილი, შემდეგი ეს არის დამინდული მხედველობა, ძლიერი დაღლობის შეგრძნება და ამას ადამიანები უმრავლეს შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ აიგივებენ სითბურ დაკვრასთან. ისინი თვლიან, რომ თავი ატკივდათ, ისინი თვლიან, რომ გადაიღალენ, ისინი ფიქრობენ ყველაფერს გარდა იმისა, რომ ელემენტარულად აკლიათ წყალი. ანუ წყლის ნაკლებობას არ დაუშვებს არც ერთი ამ დროს. ამ დროს ეს არის სტრატეგიული პროდუქტი, რომელიც არის პირველი დაცვა სითბური დაკვრისაგან. წყლის დალევის ნაცვლად მარაოებს და 1000 საშუალებებს იყენებენ ხოლმე, გონიათ რომ გაინიავებენ გაგრილდებიან და პრობლემა ლაგდება. არა და სინამდვილეში გამოსავალი რა არის? პირველი უნდა მოერიდონ მზეს, ანუ გამგზიანებელ ფაქტორს მოცილდნენ, უნდა შეამცირონ მოქმედები, ანუ ფიზიკური აქტივობა უნდა შეიზღუდოს ამ დროს და მესამე, რა თქმა უნდა, წყალი უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობით, რომ გაუწყლოვება ავიცილოთ თავიდან და შესაბამისად არ განვითარდეს ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, რაც ბატონმა მინისტრმა ჩამოგვითვალა. ხო და დაგვიბრუნდით ახლა მაგიდასთან, შემოგთავაზებთ წყალს, ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი ახლა ერთად. დიდი მადლობა დათომ ჩვენებად შემწვარი ერბო კვერცხისთვის. ბატონ დავით, რახან წყალი ასეთი მნიშვნელოვანია, მიირთვით ბახმაროს წყალი, თანაც ცივია. გესიამოვნებათ ამ სიცხეში. გითხარით თუ შეიძლება სამი მთავარი მიზეზი თუ რატომ არის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით როცა ცხელა. წყლის მნიშვნელობაზე რო სწორი წარმოდგენა შევიქნათ, ალბათ უნდა ვიცოდეთ რა რაოდენობით შეიცავს ორგანიზმი წყალს. ნერვულ-ქსოვილებში ეს არის ყველაზე მაღალი, თითქმის 80%, ცხიმოვანში 40% და ნუ გასაშვალოებულად ალბათ 70%. ანუ სხეულის 70% შემადგენელი თავისთავად არ შეიძლება რომ უმნიშვნელო იყოს, ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე ის რომ ეს არ არის რაღაც პასიური ბალასტი, რომ უბრალოდ არის ეს წყალი და არის თავისთვის. მას სჭირდება მუდმივად განახლება, ანუ სადღეღამისო მიღება უნდა იყოს ადეკვატური, იმისთვის რომ შესრულდეს სამი მთავარი ფუნქცია. ეს არის ტოქსინების მოცილება, ეს არის საკვები ელემენტების გადატანა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უჯრედის მემბრანის ჩათვლით და ეს არის თერმორეგულაციის შენარჩუნება. სამი მთავარი ფუნქცია წყლის და მისი წარმომადგენლობა, ასე ვთქვათ, პროცენტული თავისთავად მეტყველებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ იმას, რომ წყალი კარგია და დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა, თუმცა არსებობს გარკვეული ცხრილები, თუ რამდენი წყლის მიღება არის რეკომენდებული სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში. მე მაქვს ერთ-ერთი ასეთი ჩარტი აქვს, რომელთაც ხელმძღვანელობენ ამერიკელი ჯარისკაცები, აქ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ჰაერის ტემპერატურა, ქვევით მაჩვენებლებით 15-25-50 გრადუსამდე და პროპორციულად რამდენი წყლის მიღება არის რეკომენდებული ამა თუ იმ ტემპერატურაზე. აქ არის სამი სახის დიაგრამა: A, როდესაც ადამიანი მზეზე აქტიურად მუშაობს, B, როდესაც ადამიანი მზეზე შედარებით პასიურად მუშაობს და C, როდესაც ადამიანი ჩრდილში ისვენებს. მაგალითად, თუ ჩრდილში ხართ და ჰაერის ტემპერატურა არის 30-35 გრადუსი, სასურველია დაახლოებით დღე-ღამის განმავლობაში 6-7 ლიტრამდე წყლის მიღება და 40 გრადუსამდე კი როდესაც არის უკვე ტემპერატურა შესაძლებელია 9-10 ლიტრამდეც კი დასჭირდეს ადამიანს, რომ გაუწყლობა არ მოხდეს. ეს ცხადია გათვლილია ზდასულა მამაკაცებზე, ჯარისკაცებზე, ამერიკული ვერსია, ეს ქალებს წონის მიხედვით შესაძლოა ალბათ უფრო ნაკლები დასჭირდეთ. თუმცა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს მოდელი რაც არის ნაჩვენებია მაქსიმალური დატვირთვის პირობებში ადამიანის ფუნქციონირებისას. დიდი მადლობა კოტე. მოდი უფრო მარტივი რეკომენდაცია მივცეთ მაყურებელს, თუ ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსზე ქვემოთ არის და ადამიანი ასე დროს ფიზიკურად მუშაობს, ანუ კუნთურ მუშაობას ასრულებს, 9 ლიტრი წყალი ჭირდება ყოველ 1 საათში, რომ მიიღოს. თუ გარემოს ტემპერატურა 38 გრადუსს აღემატება და ისევ ადამიანი ფიზიკური აქტივობით არის დაკავებული, მაშინ საათში დაახლოებით 1 ლიტრი წყალიც კი უნდა მიიღოს. ჩვენ ახლა ამერიკელ ჯარისკაცებზე ვლაპარაკობდით და ეს მონაცემები არის ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც
ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მუშაობენ უდაბნოში ეკიპირებით, ისინი ბევრ სითხეს კარგავენ და შედარებით ეს რიცხვები რა თქმა უნდა მაღალია, თუმცა საქართველოში ზაფხულში საკმაოდ ცხელა და ძალიან ხშირად არიან ადამიანები ისეთ პირობებში, როდესაც ძალიან კაშკაშა მზეზე მუშაობენ, მაგალითად მინდორში ან ყანაში, კუნთურ სამუშაოს ასრულებენ, მზე აცხუნებს და ამ დროს რა თქმა უნდა წყლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს რიცხვები ძალიან ახლოს არის ჩვენ რეალობასთან. ცოტა ხანში ექიმებში გაიგებთ, როგორ უნდა გეცვათ მაღალი ტემპერატურის პირობებში. წარმოვიდგინოთ, რომ დავუშვათ სიცხე არის 38 გრადუს ცელსიუსი. ჩაცმულობა უნდა იყოს ღია, რომ მაქსიმალურად მოხდეს სითბოს გაცემა. ბატონ დავით, ალბათ მაყურებელს აინტერესებს თუ რა ხდება მაშინ, თუ ადამიანი კონდიცირებულ ოთახში ზის და მუშაობს. ამ შემთხვევაში საჭირო ამდენი წყლის მიღება თუ შედარებით უფრო დაბალია ეს ციფრები? სხვა შორის ეს ძალიან საინტერესო რამ არის კონდიცირებულ შენობებში ყოფნის თავისებურებები. პირველ რიგში მითხრა მე თქვა წყლის მოხმარებაზე, ეს არის საშუალოდ ჯარისკაცებისთვის გათვლილი, რა თქმა უნდა, აქ არის გარკვეული დაავადებების დროს, გულის თიფლების დაავადებების დროს წყლის შეზღუდვა არსებობს და ასეთმა ადამიანებმა, უბრალოდ აბსოლუტურად უნდა აიცილონ თავიდან მაღალ ტემპერატურაზე ყოფნა და მით უმეტეს ფიზიკური აქტივობა და ჩვენ სწორი წარმოდგენა რომ შევექმნათ, ამისათვის უნდა ვიცოდეთ, რომ არა მარტო სითბოში ყოფნა, არამედ კონდიცირებულ გარემოში ყოფნაც ასევე მნიშვნელოვნად აკარგებს სითხეს ორგანებს. უბრალოდ ამის თავისებურება არის ერთგვარი ესეთი მუხანათი თავისებურება, რომ წყურულის შეგრძნება საერთოდ უკანასკნელ პლანზე გადადის, შეიძლება ადამიანი მთელი დღე იმყოფებოდეს კონდიცირებულ გარემოში, დაკარგოს უამრავი სითხე, კონდეს თავის ტკივილი დაღლობის შეგრძნება და ვერ ხვდებოდეს ამის შესახებ. ანუ სიგრილეში რო ვზივართ, ეს არ ნიშნავს, რომ წყალი საკმარისი რაოდენობით გვაქვს ორგანიზმში. კონდიცირებულ გარემოში თუ ვართ, ეს არანაკლებ თუ არა მინიმუმის ნახევარ სითხეს აკარგებს, ვიდრე სიცხეში ყოფნა. და სხვა შორის ამის შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცით, ის შეგრძნება, როცა მართლა გრილად გონია ხარ და ზიხარ და კომფორტულად ხარ, საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რომ წყლის დეფიციტი შეიძლება იყოს ორგანიზმში, ამიტომ ესეც გასათვალისწინებელი რჩევა. ჩვენ როდესაც ვაკვირდებით ხო კონდიციონერის გარეთ აგრეგატიდან გადმოდის წყალი, იგივე ავტომობილშიც ასეა. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ის სითხე, რომელსაც ჩვენ ვკარგავთ ამ კონდიციონირებულ ზონაში ყოფნისას, ზუსტად ის კონდენსატია და ზუსტად ის არის, რაც გარეთ ესე გატანილი ხდება და იღვრება უბრალოდ. ეს კარგი მაგალითია, თუმცა იქ ფიზიკური მექანიზმი სხვა არის, რა თქმა უნდა, რატომაც ეს სითხე იკარგება, მაგრამ ძალიან კარგად ხატოვნად და დამახსოვრებადად ასახავს ეს ყველაფერი, რომ ჩაუბეჭდოთ გონებაში, რომ კონდიციონირებულ გარემოში ყოფნაც ასევე წყლის ადეკვატურ მიღებას საჭიროებს, თუნდაც წყურული შეგრძნება არ გქონდეს. რამდენი უნდა მიიღოს სითხე ადამიანმა, თუნდაც იგივე კომფორტულ კონდიციონირებულ პირობებში მუშაობისას. საშუალოდ, თქვათ, დასულ ადამიანზე გავთვალოთ. თუ კი ჩვეულებრივ ნორმალურ გარემო პირობებში სითხეზე წყალზე მოთხოვნილება წყლის, სხვა სასმელების და საკვების ჩათვლით არის 2-დან 2.5 ლიტრამდე, კონდიცირებულ გარემოში ყოფნა დღის განმავლობაში ამას მინიმუმ 1 litrს ამატებს. დაუცლებელად თქვენ სამუშაო მაგიდაზე დაიდგით წყალი, რომ არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა და თქვენი ორგანიზმი ამით დაზღვეული იქნება გაუწყლოებისგან. წყალი გავიგეთ, რომ ძალიან აუცილებელია და სასიცოცხლოდ საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება წყალი ჩავანაცვლოთ სხვა სიტყვით. ჩემთვის ხშირად ვთქვათ, რომ აი მე ვერ ვსვავ წყალს, მაგრამ დღეში ვსვავ რაღაც ჩაის, ნატურალურ წვენს ან თუნდაც ალკოჰოლი ლუდი ზაფხულში. მაგალითად ეს გახლავთ ყავა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიძლება იღებდეს ადამიანი დღის განმავლობაში და მას გონია რომ სითხეს იღებს. ეს გახლავთ ალკოჰოლი, ეს ჩვენი ცნობილი ერთეულებით ბატონ დავით და ეს ტკბილი გაზიანი სასმელი. მოიმარჯვეთ თქვენი ნიშნულები და გვიპასუხეთ, მითია თუ რეალობა, რომ წყლის ნაცვლად შესაძლოა მივიღოთ რომელიმე სხვა სითხე და თუ მოხდება ამით ჩანაცვლება, ანუ თუ შევივსებთ დაკარგული სითხის რაოდენობას. ძალიან კარგი ამ მტკიცებს, რომ თქვენ აქტიურად უყურებთ ხოლმე ჩვენს გადაცემებს, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ წყალზე ვსაუბრობთ, აქ რამოდენიმე რეალობა გამოერედა, თქვენ დაიწყეთ ჩვენი გადაცემის ყურება უფრო აქტიურად და რა თქმა უნდა, ეს ის შემთხვევა, როდესაც დარბაზი აბსოლუტურად მართალია და ეს გახლავთ მითი. და აი ამას კი ბატონი დავითი გვეტყვის, რატომ არის მითი ეს ყველაფერი. რაღაცა ემთხვევა უკვე, როცა თქვენ ჩვენთან ხარ სტუმრად ალკოჰოლს აქტიურად ვეხებით ხოლმე. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ესე იგი რაღაც თემა ვერ დავასრულეთ. რაც შეეხება ტკბილ სასმელებს და კოფეინის შემცველ სასმელებს, მიუხედავად იმისა, რომ წყლის შემცველობა მათში ძალიან მაღალია, მნიშვნელობა აქვს იმ
დანარჩენს რა შედის მასში? კოფეინის შარდენია, იმდენივეს არა, რასაც ღებულობს, მაგრამ მნიშვნელოვნად აკარგვიებს სითხეს და იგივე არის ალკოჰოლზეც. ალკოჰოლი ძლიერი შარდენი არის, შესაბამისად, ტკბილი სასმელებით, ტკბილი გაზიანი სასმელებით, კოფეინიანი სასმელებით და ალკოჰოლის შემცველი სასმელებით არ არის ეფექტური და არ არის სწორი სითხის ბალანსის აღდგენა. ანუ მარტივად თავის მოტყუება გამოდის და არა ვთქვათ ადეკვატური შევსება დაკარგული სითხის. გავიგეთ რომ წყალი არ უნდა ჩავანაცვლოთ არაფრით, თუ ძალიან ცხელა და ოფსაც ბევრს კარგავთ, მაშინ მინერალური წყალიც უნდა მივაშველოთ ჩვეულებრივ წყალს. აქვე ვთქვათ რისკის ჯგუფებზე თუ შეიძლება, მაგალითად დასრულებთან შედარებით ვიცით რომ უფრო მგრძნობიარეები არიან გაუწყლოვნების მიმართ ბავშვები და მოხუცები. რა თავისებურება არის, რატომ ხდება ესე და კიდე ვინ არის რისკ ჯგუფში, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს ვინ მიეკუთვნება? ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფები არიან ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები და ის ადამიანები, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ამ ქრონიკული დაავადებებიდან განსაკუთრებით მაღალი რისკი არის დიაბეტი და გულსიზარდთა სისტემის დაავადებები. ასეთ დროს მაღალი ტემპერატურა ერთის მხრივ აკარგვიებს სითხეს, სითხის დაკარგვა იწვევს გულისცემის გახშირებას, ლორწოვანი გარსების გამოშრობას, კაპილარული სისხლის მიმოქცევის გაუარესებას. ეს არის მთელი კომპლექსი, რომელზეც ყველაზე უფრო მოწყვლადები არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების. პირველ ადგილზე დიაბეტი, გულსიზარდთა სისტემა და შემდგომ ნებისმიერი ქრონიკული დაავადება. ესენი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთ შემთხვევებში. რადგან ბავშვები ვახსენეთ, აუცილებლად უნდა აუხსნათ მშობლებს, რომ არაფრით არ შეიძლება ზაფხულში ბავშვის დატოვება მანქანაში. საქართველოში ასეთი სტატისტიკა არ გამიგია მე პირადად, მაგრამ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 40 ბავშვი იღუპება სითბური დაკვრით, მხოლოდ იმის გამო, რომ მათმა მშობლებმა ისინი ჩაკეტილ მანქანაში დატოვეს. მე მინდა გაჩვენოთ ახლა ანიმაცია, თუ რა ხდება იმ დროს, როდესაც თქვენ ბავშვს დატოვებთ გახურებულ მანქანაში. ადამიანები ხშირად ვერც კი ხვდებიან, რომ სულ 10 წუთის განმავლობაში ავტომობილის სალონში ტემპერატურა შეიძლება 10-11 გრადუსითაც კი გაიზარდოს. თუ ღიაცის ქვეშ ტემპერატურა 21 გრადუსია, მანქანის სალონში სულ მალე შეიძლება 32 გრადუსამდე გაიზარდოს. თუ თქვათ გარეთ 37 გრადუსი სიცხეა, მაშინ მანქანაში 47-48 გრადუსი ძალიან მარტივად მიიღწევა. ავტომობილი მზის სხივებზე მომუშავე ღუმელივით არის, მზის სხივები შეაღწევს მანქანის სალონში ფანჯრებიდან, სითბოსთან ერთად მანქანაში შეაღწევს ულტრაისფერის სხივებიც. ხურვალება და გამოსხივება გარეთ ვეღარ გამოაღწევს, ვინაიდან მანქანა ჩაკეტილია და სხეული ამ დროს თავის მხრივ გახურდება და იწყებს ოფლის გამოყოფას, რათა გაგრილდეს. მაგრამ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ოფლი გამოყოფას ვეღარ ასწრებს და ხდება სხეულის გადაწვა. ბავშვი გადახურდება, განსაკუთრებით ეს ჩვილ ბავშვებს ეხება, რომელსაც ჯერ არ აქვთ კარგად გამომუშავებული ოფლის გამოყოფის უნარი. ეს მართლა ძალიან სახიფათო რამაა, ამიტომ გავცხილებთ, ნუ დატოვებთ ბავშვებს მანქანაში. სხვათა შორის გამიგია რომ შინაური ცხოველებიც დაღუპულან ასეთ პირობებში, მოკლედ არანაირი ცოცხალი არსება არ დატოვოთ მანქანაში, ამის გამო შესაძლებელია გამოუსწორებელი რამ მოხდეს. ახლა რაც შეეხება სხეულის დაცვას და სიცხეში სწორად ჩაცმას, მინისტრისგან ჩვენ მალე გავიგებთ თუ როგორ უნდა დავიცვათ სხეული სითბური დაკვისგან. ძალიან საინტერესო სტუდია გვაქვს, აქ ყავს ორი მანეკენი, რომელსაც საკმაოდ თხლად ასწვიეთ, ღია ფერის ტანსაცმელი და სწორად აცვიეთ ბატონ დავით. აი წარმოვიდგინოთ, რომ დაუშვათ სიცხე არის 38 გრადუს ცელსიუსი. როდესაც გარემოს ტემპერატურა არის 37 გრადუსამდე, ანუ უფრო დაბალია ვიდრე სხეულის ცენტრალური ტემპერატურა. ჩაცმულობა უნდა იყოს ღია, რომ მაქსიმალურად მოხდეს სითბოს გაცემა. როდესაც გარემოს ტემპერატურა აღემატება 37-ს, აი თქვენ ბრძანეთ 38 გრადუსი. მაშინ ესეც ჩაცმულობა არ გამოდგება, პირიქით დაფარული უნდა იყოს, რადგანაც გარემოში უფრო მაღალი ტემპერატურა არის ვიდრე სხეულის და უნდა მოვერიდოთ ზედმეტი სითბოს მიღებას გარემოდან. აი ცნობილია ხო, ძალიან ცხელ ქვეყნებში, ბედუინები, შუა აზიის ქვეყნებში დახურული ტანსაცმელი აცვიათ, რომ სითბური დაკვრა აიცილონ. ეს ჩაცმულობა კარგია 37 გრადუსამდე. აი მეორე შემთხვევისთვის მაქვს საქმე ხალათი, რომელიც შეიძლება შემოვაცვათ, ну ეს რა თქმა უნდა სიმბოლურია, ჯობია რომ 38 გრადუსზე ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ჩვენ არ ვიყოთ ისე როგორც ბატონმა დავითმა ბრძანა, ჯობია რაღაცა გქონდეს მსუბუქი შემოხურული სხეულზე, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სხეულის ტემპერატურა და უფრო არ გადავხურდეთ და ბატონმა დავითმა ახსენა ბედუინები, სხვა შორის და ყოველთვის მიკვირდა ხოლმე და პრინციპში როცა გავიგეთ აკადემიურად მიუდგებით ამ საკითხს, მივხვდებით რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ რომ დავაი მე დაცული ქონოდა თავიანთი თავიც და სხეულიც ყველანაირად სითბური დაკვისგან. აი ესე. მე მგონი ლამაზად გამომივიდა, ხო?
ამას კიდე დამატებით ჩაისაც მიირთმევენ. პირველი რაც ხდება ხოლმე გარემოს სითბური დაკვრის დროს, მაღალ ტემპერატურაში ყოფნის დროს, პირველი ეს არის გაძლიერებული ოფლდენა, რომელიც არის რეფლექსი იმისათვის, რომ მოხდეს სითბოს გაცემა. ცხელი ჩაისმის ტრადიცია სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, ძლიერად ასტიმულირებს ოფლდენას და სწორედ ეს არის მიზეზი ამ სიამოვნებს კიდევაც ამ დროს, როდესაც ოფლით იკარგება ტემპერატურული გრადიენტის ვთქვათ. გაგრილების შეგრძნება აქვს და ზუსტად ეს არის მე მგონი მექანიზმი. მოდით ახლა ცოტა ზღვის სეზონზეც ვისაუბროთ, რადგან ეს ძალიან აქტუალურია, ყველა მიდის ზღვაზე დასასვენებლად და ბევრი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის უსუფრთხო მზეზე ყოფნა და როდის არა. ახალს არაფერს ვიტყვი, ჩვენ ამაზე არაერთჯერ ვისაუბრეთ, გარუჯვა მზეზე მხოლოდ შუა დღემდე, სადღაც დღის 12 საათამდე არის შესაძლებელი და საღამოს 5 საათის შემდეგ. მაგრამ უსაფრთხოა თუ არა, თუნდაც აი ესეთი თავსაბურავით, შლაპით ზღვის სანაპიროზე ან ქოლგის ქვეშ ყოფნა შუა დღეს, როდესაც მართლაც მაღალია ტემპერატურა და მზე ძალიან აცხულებს. ზღვაზე ჩვენ საქმე გვაქვს ორ მთავარ ფაქტორთან. ერთი არის საკუთრივ მაღალი ტემპერატურა, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და მეორე არის გამოსხივება. ეს არის რადიოაქტიული გამოსხივება, რა თქმა უნდა, ეს არის ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელსაც იმ შემთხვევაშიც კი თუ ზღვისპირას ყოფნისას ჩვენ ჩრდილში ვიქნებით, ან ტანს დავიცავთ, ან რაღაც ქოლგის ქვეშ ვიქნებით, სრული დაცვა მაინც ვერ იქნება, იმიტომ რომ წყლის ზედაპირიდან ირეკლება ულტრაიისფერი გამოსხივება და მას აქვს ძალიან მძიმე დამაზიანებელი მოქმედება თუ იქნება ზედოზირებით. ამიტომ შუა დღეს ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული მხოლოდ დილის და საღამოს საათებში, რადგან ამას სითბურ დაკვრასთან ერთად აქვს რადიაციული საფრთხეები, რომელსაც უკვე იმდენად ცუდი შედეგები შეიძლება მოყვეს, რომ ამას არ ვიცი, ალბათ შეიძლება ცალკე გადაცემოთ. ხშირად ზიანდებიან ბავშვები ამის გამო, მე მინახავს, რომ თითქოს თავსაბურავით და თამაშობენ შუა დღეს მზეზე, ქოლგის ქვეშაც არიან, მაგრამ არეკლილი სხივებით შემდგომში იწვევიან და ძალიან რთულ შედეგებამდე მივყავართ. ბავშვები ცნობილია, რომ მოზრდილებისგან განსხვავებით არ არიან მხოლოდ ზომით დასაკეთ განსხვავებულები, მათ ბევრი თავისებურება აქვთ, მათ შორის კანის თავისებურება, კანი უფრო მოწყვლადი არის დამაზიანებელი ზემოქმედების მიმართ და ცხადია, რომ ბავშვები და ხანდაზმულები ესეთ შემთხვევაში უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ყველას გაგვიგია, რომ ეს ულტრაისფერი გამოსხივება არის ძალიან საშიში, მაგრამ მოდით ავხსნათ და მეტად შევაშინოთ ადამიანები. ყველაზე უარეს შემთხვევაში რა შეიძლება დაუშავდეს შორეული შედეგები რა არის ამისი რთული, რომ მე მხოლოდ მცირე ნაწილს ვიტყვი მოსალოდნელი შედეგების, თუმცა ფიქრობ, რომ ეს სავსებით საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ადამიანებმა ამას ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ. საქმე იმაში არის, რომ ულტრაისფერი გამოსხივება ასტიმულირებს ქსოვილების ზრდას და ამ შემთხვევაში მას აქვს ესეთი არასასიამოვნო და მაღალი რისკის შემცველი ქმედება, თვისება, რომ შეუძლია უფრო ძლიერად ასტიმულიროს ავთვისებიანი ქსოვილების ზრდა. რამოდენიმე უჯრედი არის ადამიანის ორგანიზმში ავთვისებიანად გადაქცეული, უბრალოდ თრგუნავს ამას იმუნიტეტი და არაძლევს გამრავლების საშუალებას. ულტრაისფერი გამოსხივება მათ აძლევს იმის შანსს, რომ დაიწყონ ინტენსიური გამრავლება. შესაბამისად, ჭარბი ულტრაისფერი გამოსხივება არის მაღალი რისკი პირველი ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოშობის, კეთილთვისებიანის ავთვისებიანად გარდაქმნის და მე მგონი, რომ ეს მოცემულობა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტორს. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით საინტერესო განმარტებისთვის და შევაჯამოთ ახლა ჩვენ ეს ყველაფერი და სამი ძირითადი რჩევა მივცეთ ჩვენს მაყურებელს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ჰიპერთერმია გარეგანის ზემოქმედებით, ანუ მაღალი ტემპერატურის გავლენით. პირველი ის, რომ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ გარემოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას, უფრო მარტივად, თუ აუცილებელი არ არის ძალიან მაღალ სიცხეში არ გავიდნენ ადამიანები გარეთ, თუ აქვთ არჩევანი, რომ ღია ცის ქვეშ არ იყვნენ, არამედ მოეფარონ შენობას, ან იყვნენ ჭრდილში, ეს არჩევანი აუცილებლად უნდა განახორციელონ. მეორე ის, რომ წყლის რაოდენობა უნდა მიიღონ ადეკვატურად და როგორც ნახეთ, ადეკვატური წყლის რაოდენობა არ არის ცოტა, საკმაოდ ბევრია, რადგან წყურვილი გვიანი სიგნალი არის ამ დროს და იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე აღმოაჩენენ, რომ სითბური დაკვრის სიმპტომები, როგორიც არის ძლიერი თავისტკივილი, გონების დაბინდვა, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და კონცენტრაციის უნარის მკვეთრი დაქვეითება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დახმარებისათვის ექიმს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ თანაწამყვანი იყავით და მე იმედი მაქვს და მთელ ჩვენ გულს იმედი გვაქვს, რომ ჩვენ კიდევ ვიმეგობრებთ დიდი ხანი და ცოტა ხნით გემშვიდობებით. რეკლამის შემდეგ ექიმები მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მითებს ამსხვრევენ. ეს არის ის ნორმები და ის რიცხვები, რომელიც გვეუბნება ჩვენ ბავშვს აქვს თუ არა ცხელება.
ასე რომ ხელი შეხებით და თუჩებით და შუბლზე ყოსნით სიცხეს ვერ გაუზომავ ბოლოს ამდენი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჰიპერთერმიაზე, რომელიც გარეგანი ფაქტორებით არის გამოწვეული და გადაცემის ამ ნაწილში შინაგან ჰიპერთერმიაზე, ანუ ცხელებაზე, ანუ მარტივად რო ვთქვათ, სიცხეზე ვილაპარაკებთ. არაფერი ისე უძლუროდ არ აგზნობინებს მშობელს თავს, როგორც სიტუაცია, როდესაც მიშვილს მაღალი სიცხე აქვს და თვითონ ვერაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ შეშინებულ მშობლებს მოყავთ სიცხეიანი ბავშვი და ეს მშობლები თვითონ ისეთ შეშინებულები არიან, მათ მიხედვას უფრო მეტი დრო ჭირდება ხოლმე, ვიდრე ავადმყოფი ბავშვისას. რა თქმა უნდა, ყველას გეცნობათ ეს სიტუაცია, ყველა ბავშვს ქონია სიცხე და ყველა მშობელს გული უსკდება ასეთ დროს. დღეს ჩვენთან მოვიდა დედა, რომლის შვილიც ჯერ პატარაა, სულ 3 წლის არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაერთხელ შეუშინებია დედამისი თავისი სხეულის მაღალი ტემპერატურით. მაშინ ასე მიესალმეთ X ფაქტორის ერთ-ერთი წამყვანი თათუკან არტყოშვილი. გამარჯობა თათო. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. ეს რა მოიტანა რაღაცა მომზადებული მოხვედით ჩვენთან. მომზადებული მოვედი რაღაც სიცხესთან დაკავშირებით, მაქვს რაღაცა კითხვები, ზოგი ჩემია, ზოგი მოვიძიე და ნახე ვიღაცებს ძალიან აინტერესებს ხოლმე ზოგადად ბავშვის სიცხე. რაღაცა თავი გამოსხაზე მგონია ახლა პედიატრიის გამოსხაზე. არა, გამოცდაზე არ ხარ ნამდვილად. რაღაცები არის, რაც მინდა გავარკვიო არის. ძალიან კარგია, რომ ესეთი მომზადებული მოხვედი, ჩვენ გაგვიადვილდება შენ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. აი აქ ესეთი პატარა ადამიანიც ყავს, ადამიანის მსგავსი. კარგი, მოდი დავიწყებ. დავიწყოთ მითხარია, რა შეკითხვები გაქვს? პირველ რიგში რაც მაწუხებს ძალიან. სულ მეჩვენება ხოლმე, რომ არის ცხელი ძალიან. მივდივარ ვუზამავ ტემპერატურას და აღმოჩნდება, რომ სიცხე არ აქვს. რასთან გვაქვს საქმე? საქმე ის არის, რომ ბავშვი შეიძლება დასხეს, ან მისმა სხეულის ტემპერატურა მოიმატოს უამრავი მიზეზის გამო. მაგალითად, თუ ბევრი ითამაშა, ან ბევრი იტირა, ან შეიძლება თბილ ლოგინიდან ადგა, ან ძეზე თამაშობდა დიდხანს, ამ დროს შეიძლება სხეულის ტემპერატურა მოიმატოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ავად არის, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში 10-20 წუთის შემდეგ ტემპერატურა ისევ ნორმას უნდა დაუბრუნდეს. თუ არ დაუბრუნდა ნორმას და დიდხანს გაგრძელდა მისი სხეულის ტემპერატურის მომატება, არაფერი საპანიკო ამაში არ არის, თერმომეტრი შეგიძლია აიღო და გაუზომო ტემპერატურა. და ისე ზოგადად ძალიან საშიშია ბავშვს, როდესაც სიცხე აქვს, იმიტომ რომ მართლა პანიკდებით ხოლმე, ანუ 37 გრადუსეც კი გვემართება პანიკა მშობლებს, როგორც წესი და რამდენად საშიშია. მოდი ჯერ ვთქვათ, რას ნიშნავს ცხელება, ანუ როდის აქვს ბავშვს სიცხე. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ შეშინებული პაციენტის მშობლები მირეკავენ ხოლმე და ბატონო ლევან ბავშვს სიცხე აქვს, რა ვქნათ, რო ეკითხები რამდენი აქვს სიცხე, მეუბნებიან 37. 37 გრადუსი სიცხე არ არის. საერთოდ რატო იწევს ტემპერატურა, როდესაც ადამიანი ავად არის? როდესაც ორგანიზმში მოხდება ინფექციური აგენტი, ვირუსი ან ბაქტერია, როდესაც ბავშვი მაგალითად ამ შემთხვევაში გახდება ავად, სხეულის ტემპერატურა იწევს მაღლა, ეს უწყობს ხელს მისი იმუნური სისტემის გააქტიურებას და უფრო ადვილად ებრძვის ამ ინფექციას. ამიტომ სიცხე როცა აქვს ბავშვს, ეს ცუდია რომ ბავშვი ავად არის, მაგრამ პრინციპში კარგია რომ სიცხე აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დაცვითი მექანიზმი მუშაობს და მისი იმუნიტეტი ჯანსაღია, ასე რომ საპანიკო არაფერი არ არის იმაში, როდესაც ბავშვს ვირუსი აქვს, იმას სიცხე ექნება და ეს რაღაცილად შეიძლება ითქვას კარგიც კი არის, მისი ორგანიზმი ბრძოლის უნარიანი. როგორ ხდება ბავშვისთვის სწორედ ტემპერატურის გაზომა? ტემპერატურის გაზომა ხდება ძალიან მარტივი ინსტრუმენტით, რომელსაც თერმომეტრი ეწოდება, ძალიან ხშირად მშობლები ცდილობენ ხოლმე ხელით, ტუჩების დადებით და ასე შემდეგ ამოიცნონ ხოლმე რამდენი აქვს ბავშვის ტემპერატურა. ეს რა თქმა უნდა ცდარია ყოველთვის ასე მიღებული ინფორმაცია. თერმომეტრი შეიძლება სხეულის ტემპერატურა ბავშვს გაუგზავნოთ რამდენიმე გზით. ერთ-ერთი მეთოდი ტემპერატურის გაზომვის ეს არის რექტალური ტემპერატურის გაზომვა, ანუ უკანა ტანში აი ესეთი თერმომეტრი შეიძლება გაუგზავნოთ ტემპერატურა, ცხელება თითვლება რექტალური ტემპერატურა თუ არის 38 გრადუსზე მეტი. ანუ თუ უკანა ტანში ბავშვის ტემპერატურა არის 38 გრადუსი, ეს ნიშნავს, რომ მაგას ცხელება არ აქვს. ტემპერატურის გაზომვა ყველაზე გავრცელებული მეთოდი ალბათ ბევრჯერ გაგიზომიათ ესე, იღლიაში შეიძლება გაუგზავნოთ. ნორმალურია თუ 27.2 გრადუსამდე არის სხეულის ტემპერატურა იღლიაში გაზომვა. ასევე არსებობს თერმომეტრები, რომლის საშუალებითაც შეიძლება ორალური ტემპერატურა გავზომოთ, ანუ პირში შეიძლება გავზომოთ ტემპერატურა, ასევე არის ისეთი თერმომეტრები, რომელიც ყურში ზომავს ტემპერატურას. შემშულს აქვს საწოვარა, ოღონდ ახლა უკვე გაიზარდა და საწოვარას აქვს. საწოვარა თერმომეტრი აქვს. ესე იგი შენ შულს თუ საწოვარათი გაუზომავ, საწოვარა თერმომეტრით გაუზომავ ტემპერატურას 37 და 8-მდე არ უნდა შეგეშინდეს, ეს არ ჩაითვლება ცხელებად. აი ეს არის ის ნორმები და ის რიცხვები, რომელიც გვეუბნება ჩვენ ბავშვს აქვს თუ არა ცხელება. ასე რომ ხელი შეხებით და თუჩებით და შუბლზე ყოსნით სიცხეს ვერ გაუზომავ. როდესაც ძალიან მაღალი აქვს ტემპერატურა ბავშვს, მაგალითად 40 გრადუსი, ყური მომიკრას, როცა ამბობენ ხოლმე, რომ ამ დროს შეიძლება ბავშვს დაუზიანდეს ტვინი და ეს სიმართლეა? არა, ეს ნამდვილად არ არის მართალი. საერთოდ ინფექციების დროს
ცხელება მაქსიმუმ აღწევს 40-41 გრადუსს. ეს არ არის ის ტემპერატურა, რომელმაც შეიძლება ტვინზე რაიმე ზეგავლენა იქონიოს. ტვინისთვის საფრთხეს წარმოადგენს უფრო მაღალი ტემპერატურა 42-დან უფრო მასზე მეტი ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივი ინფექციების დროს პრაქტიკულად არ გვხვდება ხოლმე, ეს უფრო ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში გვხვდება, როგორც აი მაგალითად გადაცემის წინა ნაწილში ვახსენეთ სიტუაცია, როდესაც მშობლები მანქანაში ტოვებენ ბავშვებს. აი ასეთ დროს შეიძლება ტემპერატურა რა თქმა უნდა 42 გრადუსზე მეტიც გამითარდეს და ეს რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის და თავის ტვინის ქსოვილისთვისაც რა თქმა უნდა შეიძლება ეს იყოს ძალიან საშიში. კრუნჩხვაზე მინდა გკითხო, ანუ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება ჩავარდეს სიცხისგან კრუნჩხვაში? არა. ბავშვების მხოლოდ 4%-ს ემართება კრუნჩხვა, ამასაც სამედიცინო ენაზე ფებრილური გულყრა ეწოდება. ეს საშიში და ძალიან არასასიამოვნო არის შესახედად, მშობლებისთვის ეს ძალიან რთული საყურებელია. ჩემ შვილსაც ჰქონდა ფებრილური გულყრა და მთელი ჩემი ოჯახი აბსოლუტურ პანიკაში იყო. ნამდვილად ძალიან ძნელი საყურებელია მშობლისთვის, როდესაც ბავშვი თითქოს გონებას კარგავს, მზერას ვერ აფიქსირებს, კიდურები უკან კალებს, ძალიან საშიშია ამ ყველაფრის ყურება. თუმცა რეალურად ფებრილური გულყრა არც ისეთი საშიში რამ არის, შედარებით უწყინარი რამ არის სხვა გულყრებთან შედარებით. ანუ ფებრილური გულყრა, ანუ კრუნჩხვა სიცხის, მაღალი სიცხის დროს, როგორც ხალხში ამას ეძახიან, რამდენიმე წუთში თავისით გაივლის და გაივლის აბსოლუტურად უკვალოდ, ასე რომ ის მითი რომ თუ ბავშვს ფებრილური გულყრა დაემართა, მისი ნერვული განვითარება, ფსიქომოტორული განვითარება შემდგომში ჩამორჩება, ეს არ არის სწორი. ნუ მე მინახავს კიდე დაეტაკებიან ხოლმე ბავშვს როგორც წესი, როდესაც კრუნჩხვა აქვს და ენას უკაჩავენ, რაღაცებს უშვებენ, ამ დროს როგორ უნდა ენის მოკაჩვა ერთ-ერთი ყველაზე მავნებლური თვისება არის ადამიანების, არავითარ შემთხვევაში ენაზე მოკაჩვა არ ჭირდება, ასეთ დროს ბავშვი უნდა მოვათავსოთ სასურველია საწოლზე, რბილზე და პირზე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ ტანსაცმელი მოვაცილოთ, უნდა გავხადოთ რომ სხეულის ტემპერატურა ფიზიკურად დაუწიოთ. ამ დროს აუცილებელია თქვა სასწრაფოს გამოძახება, როდესაც ბავშვს კრუნჩხვა აქვს. ფებრილური გულყრის დროს სასურველია რომ სასწრაფო დახმარება გამოვიზახოთ, იმიტომ რომ ეს გულყრა შეიძლება არ იყოს ფებრილური, ამიტომ შეიძლება სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეს, მაგრამ თავისთავად თვითონ ფებრილური გულყრა ნამდვილად არ წარმოადგენს საშიშ მდგომარეობას. ცოტა ხანში ექიმებში გაიგებთ, რა ნიშნით უნდა მიხვდეთ, რომ სათვალე თქვენს თვალს ულტრაისფერი გამოსხივების განიცავს. გაითვალისწინეთ, რომ არ ქონდეთ ალერგია. რამდენად მნიშვნელოვანია სათვალის ფორმა? შემდეგი კითხვა მაქვს ესეთი, ანუ რა ტემპერატურაზე უნდა მივცეთ ბავშვს წამალი? ანუ გამიგია რომ 37-ზე დიდად არ აძლევენ ხოლმე. ანუ ესე ვიქცევ მე ყოველ შემთხვევაში, როდესაც 37 აქვს და ცოტა მეტი 37-ზე, ეს წამალს არ ვაძლევ. სწორია. ძალიან სწორად იქცევი და უფრო მაღალი ცხელების დროსაც შეგიძლია წამალი არ მიცე. პრინციპში არ აქვს დიდი მნიშვნელობა რიცხვებს რა ტემპერატურა აქვს ბავშვს. თავარია ის თავს როგორ გრძნობს. ანუ შეიძლება 39 ქონდეს სიცხე ბავშვს, მაგრამ ეს მისთვის შემაწუხებელი არ იყოს. როდესაც სხეულის ტემპერატურა მაღალი ცხელება ხდება მისთვის შემაწუხებელი, ამ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ პრეპარატები. როდესაც მისცემენ ამ პრეპარატს, რომელიც სიცხეს დაბლა დაუწევს, მშობლები ხშირად ელოდებიან ხოლმე, რომ ტემპერატურა ნორმის ფარგლებს უნდა დაუბრუნდეს. ეს რა თქმა უნდა ასე არ მოხდება. თუ ბავშვს 40 აქვს სიცხე და მას დავალევინებთ სიცხის დამწევს, 2-3 გრადუსით დაიწევს ტემპერატურა და ექნება თქვა 38 ან 37 ნახევარი. ანუ ნორმამდე ესე სწრაფად ტემპერატურა რა თქმა უნდა არ ჩამოვა. და შემდეგ რა თქმა უნდა წამალი აღარ უნდა დაუმატოთ, ხო? არა. 38-ზე თუ ჩამოვიდა 40-დან, მე ორმაგი დოზა აღარ უნდა თუ 2 ნახევარი გრადუსით დაეწია ტემპერატურა პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ეს აბსოლუტურად საკმარისია და არ არის აუცილებელი რომ ნორმას დაუბრუნდეს ტემპერატურა, ეს ძალიან გაგვიჭირდება და არც არის სასურველი, როგორც გითხარით. გასაგები, მე კიდევ მინახავს, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მშობლები ცდილობენ ხოლმე რაც შეაბა თბილად ჩააცვან, იმიტომ რომ კიდე არ გაციოდეს და ეს რამდენად სწორია. ძალიან ცნობილი და გავრცელებული შეცდომა არის, როდესაც ბავშვი ავათარი და ცხელება აქვს, დედებს, ბებიებს, ოჯახის წევრებს ეშინიათ, რომ კიდე უფრო არ გაციოდეს და აფარებენ ხოლმე ძალიან თბილ გადასაფარებელს, ან თბილად აცმევენ, ქუდს დაახურავენ ხოლმე. ეს არის ძალიან უხეში შეცდომა, არავითარ შემთხვევაში ამ დროს ბავშვს პირიქით უნდა გავხადოთ, გავაგრილოთ, მოვაცილოთ ზედმეტი ტანსაცმელი, არავითარ შემთხვევაში ქუდი არ უნდა დავახუროთ. ერთადერთი რაც უნდა გვახსოვდეს, ასეთ დროს, როდესაც ბავშვს აქვს ცხელება, უნდა მივცეთ ძალიან დიდი რაოდენობით სითხე, იმიტომ რომ როდესაც სიცხე აქვს, მას სუნთქვაც გახშირებული აქვს, ოფლიანობს, ძალიან ბევრ სითხეს კარგავს და იმისთვის რომ ეს სითხე შევავსოთ და პლუს ინტოქსიკაცია შევამციროთ, უნდა მივცეთ ძალიან ბევრი წყალი. საჭმელის დაძალება, რა თქმა უნდა, ქართველ დედიკოებს ძალიან უყვართ და მუდმივად კოვზით დაძდევენ ბავშვებს, სულ არ არის აუცილებელი, რომ სიცხეიანმა ბავშვმა მიიღოს საკვები. თუ მას მადა არ აქვს, თუ თვითონ მადა აქვს ბავშვს და ითხოვს საკვებს, ეს ძალიან კარგია და შეგიძლიათ აჭამოთ, მაგრამ დაძალება არავითარ შემთხვევაში არ არის საჭირო, უნდა დავაძალოთ მხოლოდ და მხოლოდ სითხის მიღება. მე მინახავს, როდესაც მაღალი ტემპერატურა აქვს ბავშვს კანკალებს. და მაგ დროს გონია ხოლმე მშობელს რომ ცივა და იმიტომ აფარებენ რაღაცებს. რეალურად ცივა ბავშვს მას ამცივნებს, აკანკალებს, მაგრამ როდესაც მისი ტემპერატურა მაღლა იწევს, ჩვენ კიდევ დამატებითი ტანსაცმელით ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ. პირიქით, როდესაც სიცხე მაღალი აქვს,
ბავშვს. ჩვენ ფიზიკური მეთოდებითაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, მაგალითად, ცივი წყალში დასველებული ტილო შეგვიძლია შუბლზე დავადოთ, ეს მისი სხეულის ტემპერატურის შემცირებაში ძალიან დაგვეხმარება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ასეთ დროს ისეთი ნივთიერებებით, როგორიც არის მაგალითად თხის ქონი, რომელიც რატომღაც ძალიან უყვართ, არავითარ შემთხვევაში სპირტი და ალკოჰოლით დაზელვა არ შეიძლება და ძმრიანი წინდებიც არაფერს არ გვარგებს ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფიზიკური მეთოდით შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ, ელემენტარულად ცივ წყალში დასველებული ტილოთი. არავითარ შემთხვევაში ყინულის გამოყენება არ შეიძლება, იმიტომ რომ სხეულის ზედაპირის მოყინვა შეიძლება ამან გამოიწვიოს. შენ გწმია ბავშვობაში ძვრიანი წინდები? რა თქმა უნდა, მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ძვრიანი წინდები არ წმია ბავშვობაში. ნამდვილად მწმია მახსოვს და რაღაცა სული მახსოვს ძმრის ძალიან ცუდად, როდესაც ეს წინდები მეცახავენ. ღრმა ბავშვობაში იყო. მაგრამ პირობას ვწებ, რომ ჩემ შულს არასდროს არ ჩავათმევ ძვრიან წინდებს და არც ცმია. და მაყურებელსაც ვთხოვოთ, რომ ძმრიან წინდებს უჩაას მე ბავშვებს, იმიტომ რომ გასასინჯათ რომ მივდივარ ხოლმე ასეთ ბავშვებთან საჭმლის უნია. მე მგონი შენ ყველა შეკითხვას გავიცით პასუხი. კიდე რამე შეკითხვა ხომ არ აქვს? არა, მეტი კითხვა არ მაქვს არაფერი. ძალიან კარგი, ჩავაბარე გამოცდა პედიატრიაში. ჩავაბარე ნამდვილად. მოკლედ რომ შევაჯამოთ, სიცხე ეს არის დამცველობითი ფუნქცია ორგანიზმის, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ინფექცია, ტემპერატურის მომატებით ის ამ ინფექციას ებრძვის იმითი, რომ უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას მისი იმუნური სისტემა. სიცხის დამწევი პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ტემპერატურა არის 38.5 გრადუსზე მეტი, 38.5-ზე 39-ზე ჩვენ უკვე უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი პრეპარატები და ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ ბავშვი როგორ გრძნობს თავს. თუ ბავშვი მივარდნილია, ადინამიურია, ცდილობს სწავლას, ამ შემთხვევაში აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბავშვს სიცხე აქვს და მისი ასაკი 4 თვეზე ნაკლებია. დიდი მადლობა თათუკა ჩვენთან სტუმრობისთვის და იმისთვის, რომ ასეთი მომზადებული მოხვედით ჩვენთან საინტერესო შეკითხვებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ გაიგეთ, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა სათვალემ. კატარაქტის განვითარება, თვალის ალერგიები, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის ერთ-ერთი ლიფტი არის მზის სათვალე. ყველა ვიცით, რომ ზაფხულში მზეზე გასვლისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება, რადგან მზეზე დაუცველად გასვლამ შესაძლოა კანის კიბო და უამრავი სხვა საშიში დაავადება გამოიწვიოს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მზისგან ჩვენი თვალების დაცვაც და აბა როგორ ვაკეთებთ ამას? მარტივი მოძრაობა. აი ესე. ვაუ. ეხება მე მგონი ნინოს ყველაზე მაგრა უხდება, ხო? მე კიდე თქვენ მომწონხართ და რაღაცა ვფიქრობ, რომ ესე რომ წავიყვანო სულ გადაცემა რა. მაგარი. მატრიცასავით ექიმები რო იქ. ამას სერიოზულად თუ მიუძღებით ამ საკითხს, ზაფხულში საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ გარეთ და კვლევები ადასტურებს, რომ კაშკაშა მზეზე ყოფნისას იზრდება თვალის დაავადებების განვითარების რისკი. მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ თვალის სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკიც კი იზრდება. მზე შეიცავს ძალიან საშიშ რადიაციულ გამოსხივებას, რომელსაც ულტრაისფერი გამოსხივება ეწოდება და რომელიც თვალით უხილავია. მოდით ისიც ვთქვათ, რომ მხოლოდ მზის სხივი არ შეიცავს ამ რადიაციულ გამოსხივებას, იგივენაირი ზიანის მოტანა შეუძლია კანისთვის და თვალისთვის, სხვა გასარულ საშუალებებსაც, ისეთი მაგალითად როგორც არის სოლარიუმი. ასე რომ სოლარიუმშიც აუცილებელია თვალის დაცვა. თვალის დაცვის საუკეთესო საშუალება არის, რა თქმა უნდა, სათვალე, მაგრამ ამ სათვალეს სწორად და დაკვირვებით შერჩევა ჭირდება. მოდი ახლა მოვიხსნათ ეს სათვალეები და ამ თემაზე საუბარი პროფესიონალთან ერთად გავაგრძელოთ. გთხოვთ მიესალმოთ ოფთალმოლოგი მარიკა ცერცვაძე. გამარჯობა მარიკა. მადლობა რომ მოგზადით ჩვენთან სტუდიაში. მადლობა თქვენ. აუცილებლად უნდა მივთვალოთ ბახმაროს წყალი. ჩვენ ყველამ ვიცით რომ წყალი სასარგებლოა. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის თუ რატომ არის საშიში მზე და ულტრაისფერი გამოსხივება თვალისთვის. ჩვენთვის ცნობილი არის რომ დაახლოებით ნახევარი იმ ადამიანების რომლებიც სათვალეს ატარებენ, მისი შეძენისას საერთოდ არ აკვირდებიან და არ აქცევენ ყურადღებას, დაიცავს თუ არა ის სათვალე მის თვალს მზის რადიაციული გამოსხივებისაგან. მართალია ეს? დიახ, ჩვენ მომხმარებელს ძირითადად ორი კითხვა აინტერესებს სათვალის შეძენისას, მიღწევა თუ არა და რა ღირს.
ნუ ორივე საინტერესო შეკითხვაა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ მიზანი ზუსტად ის არის, რომ მესამე შეკითხვა დავასვევინოთ. რატომ არის აუცილებელი მზის სათვალე? მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში ეს არის ისეთი ატრიბუტი, რომელიც უნდა ატაროს ყველა ადამიანმა ნებისმიერ ასაკში. თქვენ ბრძანეთ, რომ სიმსივნური დაავადებების საშიშროება არსებობს და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სპეციალური დოკუმენტი გამოსცა, სადაც ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის ერთ-ერთი ატრიბუტი, ერთ-ერთი ლიფტი არის მზის სათვალე. ძალიან საინტერესოა, მე არ ვიცოდი მაგალითად. კიდევ რის პრევენციას რა თქმა უნდა, უკვე ბრძანეთ, რომ ეს არის ონკოლოგიური დაავადებები, თვალის ალერგიები, ძალიან ხშირია ბავშვებშიც. რით გამოიხატება მაგალითად ჩვენ მშობლებს რომ მივახვედროთ ეს თვალის ალერგია და მე მოვიდეთ თქვენთან შეშუპება. გაზაფხულის კატარია, ეს ყველა მიცის. ცრემდენა, სიწითლე თვალები. და სათვალე იცავს მაგალითად ამ. და სათვალე იცავს, იმიტომ რომ იქ კარგ სათვალეში არის სპეციალური შრე, რომელიც იცავს თვალს ულტრაისფერი გამოსხივებისგან. ასევე ფრთისებური აპკი, რომელიც ძალიან გავრცელებულია საქართველოში, ეს არის წამონაზარდი თვალის ზედაპირზე, რომელიც ხვირის კუთხიდან იზრდება და გადადის რქოვანაზე და უშლის მხედველობა საბოლოო სტადიაში. სტიმულირებს ეს ულტრაისფერი გამოსხივება ამ ფრთის გაზრდას. ჩვენ მოსახლეობას მაღალმთიან რაიონებში ძალიან ხშირად აქვს ესეთი დაავადება. კატარაქტის განვითარება, ეს არის უკვე დადასტურებული ოფთალმოლოგიური კვლევების შედეგად ფაქტი, რომ მზე იწვევს ამის გაჩქარებას და პროცესის დაჩქარებას. როცა ჩვენ ვიძენთ სათვალეს, ჩვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, სად ვიძენთ სათვალეს? ოპტიკაში ალბათ ვურჩევ ყველას არა ბაზრობაზე. ესეთი შემოწმების მეთოდი აღარ მუშაობს, ხო? არა, ეს არის მინა თუ პლასტიკი, ხო, მაგრამ ახლა შეიძლება კონდეს დამცავი. მინის სათვალე როცა იყო ადრე, ის იყო 100%-იანი დაცვა UV გამოსხივებისგან. ანუ ჩვეულებრივი ფანჯრის მინაც იცავს ორგანიზმს, ამ გამოს არ ატარებს, დიახ, მაგრამ დღეს უკვე ცნობილი ბრენდები და სხვებიც არ უშვებენ მინას, ორგანულ მინას, იმიტომ რომ არ არის კომფორტული, არის მძიმე, მსხევადი. სათვალის შერჩევისას მარტო იმას არ უნდა მივაქციოთ, ყურადღება გვიხდება თუ არა და ფასი რამდენად მისაღებია ჩვენთვის, არამედ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ სათვალეს აქვს ულტრაისფერი გამოსხივებისგან დამცავი შრე, იმიტომ რომ თუ მას ეს შრე არ გააჩნია, ასეთ სათვალის გაკეთებას არ თუ აზრი არ აქვს, პირიქით შეიძლება უფრო საზიანოც იყოს თვალისთვის, იმიტომ რომ სათვალის გარეშე, როდესაც მზის ხივი მოხდება თვალს, ჩვენ თვალებს მოვჭუდავთ და ვამცირებთ თვალის ნაპრალს, უფრო ნაკლები ნაკადი მოხდება, როდესაც გვიგეთია სათვალე, რომელსაც არ აქვს დაცვა, ის უბრალოდ დაბურული მინა არის, ასე ვთქვათ, ჩვენ თვალს აღარ მოვჭუდავთ და უფრო მეტი მავნე სხივი მოხდება ჩვენ თვალში. და არა მარტო მოჭუდვათ, ორგანიზმს აქვს დიახ ეგეთი თვისება, გუგის გაფართოება ან შევიწროება. ამიტომ როცა არის ძლიერი მზე, მაშინ თვალის გუგა ვიწრო ხდება და არ ატარებს ამ მავნე სხივს თვალის ბადურაზე და ღრმა შრეებში, მაგრამ როცა ჩვენ ვიკეთებთ არა ცუდ სათვალეს, დიახ, ჩვენ ამ დაცვის უნარს ვუსპობთ თვალს. ანუ გუგა ფართია, იმიტომ რომ დაბნელებულია გამოსახულება, ხო? და უფრო დიდი ნაკადი შედის თვალში. ამიტომ ასეთი სათვალის ტარება ჯობია რომ საერთოდ არ გავიკეთოთ სათვალე და თვითონ ორგანიზმი. თუმცა მე გამიგია ბევრი მხალბატონი, მხოლოდ იმიტომ ატარებთ სათვალეს, რომ ნაოჭები არ გაუჩნდეს თვალის მოჭუდვის გამო. ეს სწორი არის, მაგრამ შეიძლება გაიკეთო ისეთი სათვალე, რომ არც მოჭუტო თვალი, ნაოჭები არ გაგიჩნდეს და დაიცვა თვალი კიდევაც აი ამ გამოსხივებისგან. ღოლებისთვის ხო არა გაქვთ რამე განსაკუთრებული რეკომენდაცია საჭესთან, როდესაც რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი სათვალების ტიპი, როგორც არის პოლარიზებული სათვალე. აი, ეგ მაინტერესებდა ზუსტად გამოვიყენებ შანსს და კითხავთ ახლა. ძალიან საინტერესო სათვალე, გარდა ულტრაისფერი გამოსხივებისა, ერთი დამატებითი დამცავი შრეა, რომელიც სპობს ანარეკლს ჰორიზონტალური და მე მქონდა ესეთი სათვალე, მაქვს უფრო სწორედ, რომელიც როდესაც ვიკეთებ, ბევრად უფრო კომფორტულს ხდის ავტომობილის მართვას. რა თქმა უნდა, იცით რა, იმიტომ ჩვენ როცა ვზივართ საჭესთან თქვა და არის წვიმის შემდგომ, ძალიან ბევრი ბლიკი ეგრეთ წოდებული ანარეკლი ხდება თვალში, ეს გვიშლის ხედველობაში ხელს, ასევე ზღვაზე, ანუ წყლის ზედაპირიდან სხივი. დიახ, ეს განსაკუთრებით ვინც მუშაობს, ვთქვათ, იმათვის ძალიან ცუდია, რადგან ვერ ხედავენ, ანუ ხედველობა არ არის სრულფასოვანი ამ შემთხვევაში. კაპიტან მარიკა, მოდით გადავინახოთ სათვალებთან და ვთქვათ თუ როგორ შევარჩიოთ სწორად სათვალე. აქ გვაქვს ჩვენ სათვალეები, ნაირ-ნაირი, მინდა გითხრათ. მოდით თავარი შეკითხვა დავსვათ. რით უნდა მივხვდეთ, ან როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ულტრაისფერი გამოსხივებისგან დამცავი მინა დგას ამ სათვალეში მაგალითად? სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არის ჯერჯერობით ისეთი ტესტერები, რომელიც გვაჩვენებს იცავს თუ არა სათვალე თვალს ულტრაისფერი გამოსხივებისგან. დიახ, მაგრამ მაშინ რა ვქნათ ჩვენ? უნდა კარგად დავაკვირდოთ სათვალეთ.
ეს უნდა იყოს პირველ რიგში წარწერა, რომელზედაც ჩანს. მაგალითად CE, ესეთი აბრევიატურა, რაც ნიშნავს, რომ ეს სათვალე უნდა ეწეროს CE. აუცილებლად, მოდით დავწეროთ ეს შიგნიდან სათვალის ყურზე უნდა ეწეროს CE. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სათვალე აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ანუ სერტიფიკატო ევროპეო ესე იშიფრება, ხო? ევროპული სერტიფიკატი. კიდევ უნდა ეწეროს ქვეყანა, რომელიც სათვალეს უშვებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში არის Made in Italy. ანუ ესეც ერთ-ერთი მოთხოვნაა. ერთ-ერთი მოთხოვნა. ანუ და მეორე ეს არის ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ბევრი ქვეყანა არ უშვებს სათვალეს კოტე. რატომ? მაგალითად, თუ აწერია სათვალეს Made in USA, სათვალეთ რომ ეს არ არის. მართლა? ესე ამერიკის შტატებში სათვალებს არ აწარმოებენ? არა, არც კანადაში. არის დაახლოებით ალბათ 5 ქვეყანა მსოფლიოში, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და ჰოლანდია, რომელსაც აქვს და ჩინეთი? არც ჩინეთი. ეს და გასაოცარი ინფორმაცია. აი ეს პასპორტი და სერტიფიკატი რა არის, ესეც გითხარით. უნდა ახლდეს ყველა სათვალეს. აუცილებლად კარგ სათვალეს მოყვება ბუდე. დიახ. რომელშიდაც დგას პასპორტი, სერტიფიკატი და ეს არის იმის გარანტი, საწმენდი, იმის გარანტი, რომ ეს არის ნამდვილი ბრენდი. მე თვითონ მოყვარული ვარ სათვალების და აუცილებლად უნდა ეწეროს ამ პასპორტებში, რაც ჩვენ ახლა ვაჩვენეთ, 100% UV, ანუ ultraviolet დაცვის. ან 100% აწერია, ან აწერია 400. ეს არის ტალღის სიგრძე, რომელშიდაც შედის ультраისფერი გამოსხივება ჩანს. ეს ყველაფერი უნდა ეწეროს სათვალის შიდა ყურზე და აწერია კიდევაც როგორც ვხედავთ, ხო? ეს საბავშვო სათვალია ეს. რამდენი წლიდან ურჩევდით თქვენ ბავშვებს ახლა? ნებისმიერი ასაკიდან, როცა ბავშვი გაიკეთებს სათვალეს. როცა თვითონ მოინდომს. თუ თქვათ ბავშვს აქვს ალერგიული კონიუნქტივიტი, მზის ალერგია. იმას აუცილებლად უნდა ატაროს სათვალე. ეს არის როგორც სამკურნალო საშუალება. კიდე მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია სათვალის ფორმა. არის სხვადასხვა ტიპის სათვალები, ზოგი ძალიან ახლოს არის სახეზე, ზოგს სიამოვნებს უფრო გაშლილი ფორმა. რაიმე მნიშვნელობა აქვს ამას? აი გვერდითი დაცვით მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გვერდითი დაცვა ჭირდება მთაში მომუშავე ადამიანებს, მაგრამ ზოგადად სათვალე უნდა იყოს კომფორტული სახეზე. სათვალე არ უნდა აწვებოდეს ცხვირის ზურგს, არ უნდა აწვებოდეს არ უნდა თუ სათვალეს გრძნობ, ესე რამდენიმე საათში თავის ტკივილი დაგეწყება და ვერ გაიკეთებ. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენად რეკომენდებულია სათვალის ტარება მათთვის მაგალითად, ვისაც აქვს მხედველობითი ლინზა? კონტაქტური ლინზა. ზოგ კონტაქტურ ლინზას, ნუ ესეთი ბევრი არ არის, მაგრამ ზოგს მაინც აქვს ულტრაისფერი დაცვის მექანიზმი. თვითონ ლინზას, კი. მაგრამ მეორე მხრივ კაშკაშამზეც აწუხებს თვალს ეს დამატებითი მექანიკური გაღიზიანება. ამისგან ლინზა ვერ იცავს. ამიტომ ძალიან კომფორტულია იმ ხალხისთვის, ვისაც აქვს რაღაც პრობლემები მხედველობის, რეფრაქციის მანკები და ჭირდება კონტაქტური ლინზა, ზემოდან გაიკეთოს სათვალე. დიახ. როცა ყიდულობთ სათვალეს, რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ რა ფერის არის შუშები. ძალიან ბევრი შუშები არსებობს, ბევრი ფერის. არის მაგალითად ყვითელი. აქ ეს მომეწონა, ძალიან მომეწონა, ძალიან ორიგინალური. ეს საკისებური ზედაპირია, მაგრამ თვითონ წვანია. რა განსხვავებაა ამ ფერებს შორის? რაიმე მნიშვნელოვანია ეს თვალის დაცვის თვალსაზრისით? რა თქმა უნდა, მაგალითად არსებობს ყვითელი ლინზები, გინახიათ, ხო? ეს ლინზები კატეგორიულად არ შეიძლება ზიან ამინჩი. აჰა, ესე იგი თუნდაც კარგი ფირმის მიერ წარმოებული და დაცული და ყველანაირ არავით არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს უფრო აკაშკაშებს გამოსახულებას და დამატებით აღიზიანებს თვალის ზედაპირს. მაშინ რატომ უშვებენ ამ სათვალებს? ნისლიან ამინდში იკეთებენ სპორტსმენები, მონადირეები, დაბინდებისას. მაგრამ მინდა გირჩიოთ, რომ ყველაზე სასიამოვნო და კარგი თვალისთვის არის მწვანე ფერის ლინზები. და რაც ასვენებს შედარებით თვალს. ასვენებს ხედველობას, კი. და კიდევ ერთი რაღაც რჩება როცა არის მეტალის ჩარჩო, გაითვალისწინეთ, რომ არ ქონდეთ ალერგია. ან პასპორტში უნდა ეწეროს, რომ ეს არის ანტიალერგიული დაფარვით. ხო, ზედაპირი დიახ, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს აქვს მეტალზე ალერგია და შეიძლება ამ სათვალემ დისკომფორტი გამოიწვიოს. მოკლედ გავიგეთ, რომ სათვალეს აუცილებლად უნდა ქონდეს ულტრაისფერი გამოსხივებისგან დაცვის მექანიზმი. გავიგეთ, რომ მას უნდა ქონდეს ის ნიშანი, რაც ჩვენ უკვე ჩამოვწერეთ, ეს არის CE. გავიგეთ ის, რომ წარმოებელი ქვეყანა უნდა ეწეროს აუცილებლად და ასევე კონტაქტური ლინზების შემთხვევაშიც მზისგან დამცავი სათვალი არის რეკომენდებული. და მოითხოვოთ სერტიფიკატი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი და სწორი ახსნისათვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ტელემაყურებელი ამას კარგად დაიხსომებს და გაითვალისწინებს თავიანთი სათვალის შერჩევაში. ექიმები ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.